ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი პროევროპული აქციებიდან გახდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ის ქართველი მუჰაჯირების შთამომავალი და თურქეთელი ქართველების ლიდერია. ამ სიუჟეტში გიამბობთ თემურ ქათამაძეზე და მისი საინტერესო თავგადასავლებითა და დაბრკოლებებით სავსე ცხოვრების შესახებ, რომელსაც უახლოეს მომავალში საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ქვეყნიდან გაძევებით ემუქრება. ვინ არის თემურ ქათამაძე? მისი ნამდვილი სახელი არის გაფარ ილმაზი. მოგეხსენებათ, თურქეთში ადამიანებს არ ქონდათ უფლება, რომ თავიანთი გვარები ქონოდათ, გვარებს უცვლიდნენ და სახელები შესაბამისად თურქული უნდა ქონოდათ, მაგრამ იქაური ქართველები ინარჩუნებენ ამ ინფორმაციას, გადასცემენ მომდევნო თაობებს თავიანთი გვარების შესახებ. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, ვისაც არ ახსოვთ, დაკარგული აქვთ ფესვები, მაგრამ იციან, რომ ქართველები არიან და ცდილობენ, რომ იქართველონ. თემურმაც იცოდა თავისი გვარი, ქათამაძე, ის ბაბუამ და ბებიამ ასწავლეს, ბებია ჯინჭარაძე ყავდა. ქობულეთიდან გადასული მუჰაჯირების შთამომავალია თემურ ქათამაძე. სახელი თემური მან თვითონ დაირქვა, იმიტომ რომ 80-იან წლებში პირველად როცა ჩამოვიდა საქართველოში და არავის იცნობდა, მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველო იყო. სახლში მიიღო ადამიანმა სახელად თემური და მის საპატივსაცემოდ თემური დაირქვა. როდესაც გაფარ ილმაზად მოიხსენიებენ და მიმართავენ, ეს აშკარად არ სიამოვნებს, ურჩევნია თემურ ქათამაძე, რა თქმა უნდა. მე მახსოვს, რომ ბაბუა ხშირად ამდეხან მეტყვიდა, რომ აბაშვილო დატოვე ეს საქმე, დაჯექი ახლა ჩემთან, აბა მე რასაც გეტყვი, ის დაიმახსოვრე, დაიზეპირე კარგად. მეტყვიდა, რომ ჩვენ ქათამაძე ვართ, ძველი ციკვიროღლი ვართ, ხინოდან ვართ წამოსული, აჭარიდან ხინოდან ვართ წამოსული. მე მაშინ ბავშვი პატარა რო ვიყავი, ხინო რა იყო არ ვიცოდი. აი ეს ციკვიროღლი ქათამაძე რას ნიშნავდა, მაგრამ მაინც დაზეპირებული მქონდა წლების განმავლობაში და უკვე ჩანერგლი იყო, რომ აი ჩვენებური ვართ, აჭარიდან წამოსული ვართ, ხინო არის ფუძე და აი ქათამაძე არის გვარი და ძველი აი ოსმალეთის პერიოდში ციკვიროღლი ვართ. ჩემი ბაბუა რო ახლა თქვათ რომ ხილის ბოსტანში სადმე რო გავიდოდით, ხშირად აი მე ამიხსნიდა რომ აი ნახე ეს ხაჭაჭურა მსხალი სესელა ბათუმიდან ანერგი წამოღებული, ესაც იქიდან არის, ან მაგალითად ჩვენ საჭმელს რო ჭამდით ძირში, სუფრა რო იყო, ხის სუფრა, ისაც ბათუმიდან წამოღებული ყოფილა. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით რომ განსხვავებული ვართ ჩვენ, თურქი არ ვართ, სხვა ენას ვლაპარაკობთ, აი ჩვენი სახლების აშენების სტილი, სოფლის მეურნეობა, ხასიათი, აი ყველაფერი განსხვავებული იყო თურქებისაგან. თემური დაიბადა სტამბოლში, მაგრამ ისე მოხდა, რომ გაიზარდა ბებია ბაბუასთან სოფელში. ბებიამ ითამაშა უმთავრესი როლი. ბებია ესაუბრებოდა ქართულად, უმზადებდა ქართულ კერძებს, უმღეროდა ქართულ სიმღერებს. და ასევე ყველა ნათესავი ქართველი ყავდა. ადრეულ ბავშვობაში შეიცის ხორცა. ყველაფერი ქართული, რამაც განაპირობა, რა თქმა უნდა, ის რომ ამ ადამიანისთვის, ამ პიროვნებისთვის უმთავრესია ქართველობა და შემდეგ უკვე სხვა დანარჩენი. ვინ არიან მუჰაჯირების შთამომავალი თურქეთელი ქართველები? მე-19 საუკუნეში რუსეთ-ოსმალეთის ომების შედეგად ქართველები ოსმალეთის, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე იძულებით გადაასახლეს. ამ პროცესს მუჰაჯირობა ეწოდა. ასე გაჩნდა თურქეთის ცენტრალურ თუ დასავლეთ რეგიონებში ქართველთა კომპაქტური დასახლებები. მათმა შთამომავლებმა ბევრი არაფერი იცოდნენ საქართველოს შესახებ, თუმცა ენა, ტრადიციები და იდენტობა მაინც შეინარჩუნეს. მათი მემკვიდრეების რაოდენობა რამდენიმე მილიონს აღწევს, თუმცა შეგვიძლია გამოვყოთ მილიონამდე ადამიანი, რომლებიც დღემდე ფლობენ ქართულ ენას. სწორედ ასეთი ოჯახის მემკვიდრე გახლავთ თემურ ქათამაძე. იქაური ქართველებიდან შეიძლება ითქვას, რომ ბევრნი არ არიან, რომლებსაც გააზრებული აქვთ ის პრობლემატიკა, რაც მათი იდენტობის წინაშე დგას და
აი ასეთ ცოტა ქართველებს შორის გამორჩეული როლი აქვს ნამდვილად თემურ ქათამაძეს. ის ფლობს არაჩვეულებრივად სალიტერატურო ქართულს, იცნობს საქართველოს, მის კულტურას, მის ისტორიას, მის ტრადიციებს და რაც მთავარი არის ამ შემთხვევაში კარგად იცნობს არსებულ პრობლემატიკას, რაც არის იქაური ქართველების წინაშე და მუშაობს ამ პრობლემებზე, აყენებს ამ პრობლემებს იქაური ქართული საზოგადოებების წინაშე, ჩვენი სახელმწიფოს წინაშე, ჩვენი საზოგადოებების წინაშე და რაც კი მას ვიცნობ დაახლოებით 20 წელზე მეტია მას ვიცნობ, სულ აი ასეთ თემებში არის ჩართული. ნორმალური ქვეყნები და საზოგადოებები ასეთ ადამიანებს უნდა ეძებდნენ, პოულობდნენ, აძლიერებდნენ, აფინანსებდნენ და მხარს უჭერდნენ მის საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, რომ ისტორია მართლაც ასეთ ადამიანს ოქროს ასოებით შეიყვანს აი კონკრეტულ თურქეთის ქართველებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი იქნება, რაც უფრო დრო გავა, მით უფრო მეტად დაფასდება და მით უფრო მეტი გაიგებს მის სახელს და მით უფრო გაუგებარი იქნება მომავალში, როგორ ექცეოდა ქართული სახელმწიფო მის ასეთ ღურით შვილებს. აი როგორც ფერედნელებისთვის რაღაცა ზღაპრულ ქვეყანად მიაჩნიათ ფერედნელებს საქართველო, ასეთივე განცდა აქვთ იმ გურჯებს, რომლებიც თურქეთში ცხოვრობენ და თემური ერთ-ერთი მათგანია. მას ეს ოცნება ჰქონდა მას, რომ საქართველოში ჩამოსულიყო და ჩამოვიდა მაშინ მერე ჩამოდიოდა და ისევ ბრუნდებოდა და 2000-იანებში უკვე ჩამოვიდა და დარჩენა გადაწყვიტა. აქვე შეატყო, რომ ისტორიული სამშობლო არ პატრონობდა იქ ცხოვრებ ქართველებს და მისი უდიდესი გულის ტკივილი არის ის, რომ თურქეთის ისტორიულ დიასპორაში უკვე იკარგებოდა ქართული ენა, თვითშეგნება. ამავდროულად საქართველო არაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ თუნდაც ენის შესწავლისთვის სახელმძღვანელოები გაუგზავნოს, თუნდაც ამ დონეზე. შეიძლება ჩვენ უცხო სამშობლოზე შორს უცხო ქვეყნებში დაბადებულები ვართ. სხვა ცოტა შეიძლება ცოტა სხვა კულტურებით გაზრდილი ვართ. შეიძლება სხვა რელიგიის ხალხი ვართ, მაგრამ ჩვენ არასოდეს ჩვენი ქართველობა არ დავკარგეთ, არც გვინდა დაკარგვა. ჩვენი აი რაც არის ნიშანი ჩვენი აიდენტიფიკაციის, ქართველობის, ენის, ჩვენი აი სახელი და ჩვენი ენა, ქართული ენა, ჩვენ გვინდა გადავცეთ ჩვენი მომავალი თაობებს. წინა ხელისუფლების დროს არსებობდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქართულ დიასპორებთან ურთიერთობაში. 2016 წელს ქართული ოცნების ხელისუფლებამ აპარატი გააუქმა და მისი ფუნქციების შესრულება საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცა. როგორ აღიქმება სახელმწიფოს ასეთი დამოკიდებულება და ქმედებები ქართული დიასპორების მიმართ? შენ ვერ იქცევი შენი ჩრდილოელი მეზობლის გუბერნიად, თუ კი გექნება ძლიერი საზოგადოება შიგნით და გარეთ, ხო? რაც უფრო იზოლირებული იქნები შენი მხარდამჭერებისაგან, მით უკეთესი, ხო? აი ეს პოლიტიკაა რა. არ ვაძლევთ მოქალაქეობას, უზღუდავთ საქართველოში ცხოვრების უფლებას, ვაძევებთ საქართველოდან. აი აბსურდია, აი მართლა ამჯერა რომ გვაქვს დამოუკიდებელი ქვეყანა და ამას ვაკეთებ. ეს არის გამიზნული პოლიტიკა, ეს არის მესიჯი, ეს არის გზავნილი დანარჩენი ქართველებისთვის, თურქეთში მცხოვრები თუ ირანში მცხოვრები თუ სხვა დიასპორის წარმომადგენლებისთვის, რომ თქვენი არსებობა არაფერს არ ნიშნავს საქართველოსთვის. რას საქმიანობს თემურ ქათამაძე? თითქმის 40 წელი, ანუ მთელი მისი ცხოვრება შეიძლება ითქვას ახალგაზრდობიდან მოყოლებული. სანამ თურქეთში იყო, თემური იყო ჩართული, ძალიან აქტიურად იყო ჩართული ქართული თვითშეგნების გაღვიძების საქმეში, იქაური გურჯების სათვისტომოში. თემურის ინიციატივით დაიწერა განცხადებები
თურქეთის მთავრობის სახელზე, რომ იმ რეგიონებში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ გურჯები, დაშვებულიყო ქართულ ენაზე ტელე და რადიო გადაცემების ეთერი მიცემოდათ, რომ ყოფილიყო დაშვებული ქართული ენის გაკვეთილები სკოლებში. და უამრავი სხვა პროექტი თემურის ინიციატივით შეიქმნა მსოფლიო ქართველთა კავშირი ფენიქსი და რაც საქართველოში არის ჩამოსული, თემური იცავს იქაური ქართველების უფლებებს, რომლებიც აქ საქართველოში ითხოვენ მოქალაქეობას, მაგრამ უარსეუბნებიან პატარა ბავშვებსაც კი. ასევე აბსურდული მიზეზებით, რომ ისინი რაღაცა საფრთხეს უქმნიან საქართველოს. ამ დროს ბოლო სტატისტიკის თანახმად ვიცით, რუსეთის რამდენმა მოქალაქემ მიიღო თუნდაც შარშან საქართველოს მოქალაქეობა, მათ შორის რამდენი არის ეთნიკური ქართველი, არ ვიცი, მაგრამ ეს დანამდვილებით ვიცი, რომ უამრავ ფერეიდნელს, ჰერელს და თურქეთის ჩვენებურს უარით ისტუმრებენ და მასობრივად არ აძლევენ, არ ანიჭებენ საქართველოს მოქალაქეობას და მოქალაქეობას რო თავი დავანებოთ, დროებით ბინადრობასაც უშლიან. ყველანაირად უქმნიან იმ პირობებს, რომ საქართველოში ვერ გაჩერდნენ და წავიდნენ ქვეყნიდან. გასულა თუ რა არის თერთმეტ იანვარს თემურ ქათამაძე დააკავეს და 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. როგორ განვითარდა მოვლენები მას შემდეგ? იმავე საღამოს, როდესაც ქალბატონი ძიამაღლობელი იქნა დაკავებული, თემურიც დააკავეს. 5 დღიანი პატიმრობა მიესაჯა მაშინ და მაშინ დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს დროშით იდგა. ეს აბსურდულია. რა თქმა უნდა და შემდეგ უკვე გამოსვლისთანავე დააკავეს და გადაიყვანეს თბილისის მიგრაციის ცენტრში და დღემდე იქ არის. თემურ ქათამაძე საქართველოს მოქალაქეობის მიღებისთვის 5 წელია იბრძვის. არაერთხელ ჩააბარა მოქალაქის სტატუსის მიღებისთვის საჭირო გამოცდა უმაღლესი ქულებით. მას ბოლო 5 წლის განმავლობაში არც ბინადრობის უფლება გაუხანგრძლივეს და არც საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭეს. ამის მიზეზი მისთვის არც ერთხელ არ დაუსაბუთებიათ. ეს ადამიანი წლების განმავლობაში ცდილობდა, რომ კანონიერი საფუძველი შეექმნა საქართველოში ყოფნისთვის. სახელმწიფოსთვის არ იყო უცნობი, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა კანონიერი საფუძვლის გარეშე, იმიტომ რომ ამ წლებშიც მიმართავდა მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით, თუნდაც სამზაფხულშიც წარადგინა სარჩელი, მაგრამ არასდროს არ დამდგარა ქვეყნიდან გაძევების საფრთხის წინაშე და პირველად დადგა სწორედ მას შემდეგ, რაც ბათუმის საპროტესტო აქციებში მიიღო მონაწილეობა და გახდა ამ საპროტესტო აქციების სიმბოლო. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება და მის მიმართ მიმდინარე საქმეები სწორედ მის აქტიურ პროტესტს უკავშირდება და ამ ყველაფერზე მეტყველებს ისიც, რომ ყველა ეს გადაწყვეტილება ძალიან შემჭიდროებულ ვადებში დაუსაბუთებლად არის მიღებული. თემურ ქათამაძე 2019 წლის შემდეგ თურქეთში არ ყოფილა. მას აღარ აქვს თურქული პასპორტიც, რადგანაც ვადის ამოწურვის შემდეგ მას აღარ მისცეს ახალი პასპორტის აღების უფლება. მიზეზად სახელდება ის, რომ 2023 წელს მან თურქეთის საელჩოსგან მიიღო ინფორმაცია, რომ მის სახელზე გაცემულია დაკავების ორდერი. თუ თემურ ქათამაძეს იძულებით თურქეთში გააძევებენ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მხარე ამას მხედველობაში არ იღებს, მას თურქეთის ტერიტორიაზე პატიმრობა ემუქრება. თემურ ქათამაძე იქიდან გამომდინარე, რომ 40 წელია სწორედ აი ამ ქართული ეთნიკური ჯგუფის ლიდერი არის თურქეთში და სწორედ ამ საზოგადოებიდან გამომდინარე მის საქმიანობის ძირითადი მიმართულება დიასპორის უფლებების დაცვას წარმოადგენდა, მიიჩნევს, რომ თურქეთში შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი. ვარაუდობს, რომ ისევე როგორც სხვა ეთნიკური უმცირესობის ლიდერებს შეიძლება მისი საქმიანობა იყოს იმ ყველაფრის საფუძველი, რამაც მის წინააღმდეგ დაკავების ორდერის გამოცემა განაპირობა, რადგანაც ამ დაკავების ორდერის საფუძველზეც ინფორმაციას მას არ აწვდიან. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ვერ გახდება მისი დაკავების საფუძველი, რომ ის არის თურქეთში ქართული ეთნიკური ჯგუფი.
ჯგუფის ლიდერი, ეს არ წარმოადგენს დანაშაულს და ვარაუდობს, რომ მის წინააღმდეგ არსებობს ცრუ ბრალდება, მათ შორის შეიძლება ედავებოდნენ ფეთულlah გიულენის დაჯგუფების წევრებთან კავშირს. რაც ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ არ არის ამ ორგანიზაციის წევრი და არც იზიარებს ამ ორგანიზაციის იდეებს, ჰქონდა ამ ორგანიზაციის წევრებთან ურთიერთობა სამსახურეობრივი, მეგობრულიც მათ შორის, რაც თურქეთის სახელმწიფოსთვის სახელმწიფოში გაძევების შემთხვევაში შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს. იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა წარდგენილი კვლევა ამასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ადამიანი არის დაკავებული უბრალოდ ამ ორგანიზაციასთან კავშირის გამო. რადგანაც თემურ ქათამაძე პირველად დადგა გაძევების საფრთხის წინაშე, თან იმ პირობებში, რომ მას თურქეთში დაპატიმრება ემუქრება, მან მიგრაციის ცენტრში მოთავსებისთანავე მიმართა სამინისტროს ლტოლვილისა ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. თუმცა სამინისტრომ ეს მოთხოვნა არ ჩათვალა დამაჯერებლად და მოთხოვნაზე 3 დღეში უთხრა უარი, როდესაც მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისთვის კანონით 6 თვემდე ვადაა განსაზღვრული. მოთხოვნაზე უარი 2 ინსტანციაში გასაჩივრდა, მაგრამ ორივეჯერ იგივე გადაწყვეტილება დატოვეს ძალაში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მას განუსაზღვრა 10 დღიანი ვადა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებისთვის. თუმცა ამჯერად ეს გადაწყვეტილებაც გასაჩივრდა და ამ სასამართლო პროცესის დასრულებამდე გაძევების პროცედურა შეჩერებულია. მოვლენების განვითარების მიხედვით რთულია პოზიტიური მოლოდინის შექმნა. თუმცა თუ საბოლოო გადაწყვეტილებად გაძევება დარჩება, სოციალური სამართლიანობის ცენტრი სტრასბურგს მიმართავს. რა პოზიცია აქვს თავად თემურ ქათამაძეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით? სიუჟეტს ვასრულებთ მიგრაციის ცენტრიდან თემურ ქათამაძის მიერ დროებისთვის გამოგზავნილი წერილით. 40 წელია ქართული თვითშეგნების გაღვიძებისთვის ვიბრძვი ისტორიულ დიასპორაში ქართული იდენტობის, ენის და კულტურის შენარჩუნებისთვის. ჩამოვედი საქართველოში და დავრწმუნდი, რომ მოქმედი ხელისუფლება არ გვპატრონობდა, ხოლო იმის შემდეგ, რაც ეგრეთ წოდებული რუსული კანონი მიიღეს, მე დავინახე, რომ სამშობლო იყო საფრთხის ქვეშ და უკვე სხვა მიზანი არ დამრჩენია გარდა სამშობლოს გადარჩენისთვის ბრძოლაში ჩართვა. ეს მოვალეობად ჩავთვალე. რამდენადაც ვამაყობ იმით, 100 დღის განმავლობაში ქართულმა ხალხმა რა სიმაღლეზეც ამიყვანა, იმდენად ამაზრზენია ჩემთვის მოქმედი ხელისუფლების მიერ ჩემი სათაყვანებელი სამშობლოდან გაძევება.